გურისა და აჭარის შემდეგ სტიქია კიდევ ერთ რეგიონს უტევს, მძიმეა ვითარება იმერეთშიც. მთელი ღამის განმავლობაში გადაუღებლად თოვდა და თოვა ახლაც გრძელდება. მაღალმთიან სოფლებს არ მიეწოდება ელექტროენერგია და გაზი. ადგილობრივები, რომლებიც ფორმულას უკავშირდებიან, ამბობენ, რომ საკვები პროდუქტები ელევათ. მათი თქმით, ჩახერგილია გზები და ამ დრომდე არ მისულა მათთან მძიმე ტექნიკა. ესაა სოფელია ცანა. ნანო ჩაკვეტაძე ცდილობდა იმერეთში ჩარჩენილებთან დაკავშირებას, ბოლო ცნობებს მისგან მოვისმენთ. სოფელი ზეგანი, სალომინაო, რომანეთი, საპრასია. ეს მხოლოდ არასრული ჩამონათვალია იმერეთის იმ სოფლების, სადაც თოვლში ჩარჩენილი მოსახლეობა, მოხუცები, ქალები, ბავშვები ამ დრომდე უშედეგოდ ელიან დახმარებას. განსაკუთრებით მძიმეა მდგომარეობა ვანისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტებში. მოსახლეობა ფორმულას უყვება, რომ ვანისა და ხარაგაულის სოფლებში თოვლის საფარი 3 მეტრსაც კი აჭარბებს. თოვდა მთელი ღამის განმავლობაში და გადაუღებლად თოვს ამ წუთებშიც. პირველ რიგში ხალხი ითხოვს გზების გაწმენდას, რომ სახლებიდან გამოსვლა და უახლოეს სურსათის ობიექტებამდე მიღწევა მოახერხონ. არ მიეწოდებათ ელექტროენერგია და ბუნებრივი აირი. ეწურებათ სასიცოცხლო საჭირო მედიკამენტები, საკვები და სასმელი წყალიც კი. ჩვენ დაგვიკავშირდნენ ოჯახები, მაგალითად ვანის მუნიციპალიტეტიდან, რომლებიც ყვებიან, რომ მესამე დღეა უშედეგოდ რეკავენ გამგეობაში. ითხოვენ შესაბამის ტექნიკას გზების გასაწმენდად, მაგრამ უშედეგოდ. გაწმენდილი გზა არ არის, რომ ცენტრალურ გზამდე მივიდეთ და მაღაზიამდე ფეხით მაინც მივიდეთ და ეხლა წნევიანი დედამთელი მყავს, იმასაც წამლები წნევის გამოლეული აქვს, მეზობელმა მოგცა. დავრეკე აქაც ვანში, მაგრამ აი საერთოდ ყურადღება 0. ტექნიკა არ გვაქვს, მარტო 2 ტრაქტორით მოძრაობთ. აი 2-ით როგორ რავი, ამ ხალხს ზოგი მაღალ სოფლებშია ჩარჩენილი, ჩვენზე უარესად არიან უჭირ და რავი, აი არ ვიცი. სიტყვები არ ყოფნის, ესაა სამარცხვინო. ხალხი უფრო მეც აკეთებს ხალხისთვის, ვიდრე მთავრობა ხალხისთვის. 2 საათის შემდეგ მე და ჩემი ბიძაშვილი ჯერ კიდევ ვერ შევხვდით ერთმანეთს. უახლოვდებით ერთმანეთს, მეტრო ნახევარზე მეტი აქანეთ. შეხედე, დევმალე თოვლში. შეხედე. თოვლზეც გავარტვარა. აბა რაია ბიჭო. ასეა ტყილა სოფელი ხალხო გონია ტყილა რა. გუშინ დავიწყე გზის გაჭრას, ყოველ დღე ვჭრიდი. არა, ხელა თოვლია. ბილიკებში დავდივართ. გუშინ კიდე ითოვა, კიდე დაამატა. აქამდე მოვედი. იქ არის ჭიშკარი, ახლა ჩანს. იმის გადაღმა არის ფშუკა, ისიც გასაწმენდია ბოლომდე ხელით. კაცშვილი დამხმარე არა, ტრაქტორი, ფშუკა, ელემენტარული ტრაქტორი ხომ მაინც უნდა წმინდავდეს ამას. თოვლის სიმაღლე რამხელა. ვანის რაიონი. და გორამჟავიების უბანი, აი ასეთი მდგომარეობა. შიდა გზებია გასაწმენდი. არავინ ყურადღებას არ გვაქცევს. ტელეფონით დამჯდარი, კონტაქტზე რო ვიყოთ მაინც. არც წყალია, არც დენია. მოხუცები არიან, ბავშვები არიან, წამლები უნდათ, რავი, პროდუქტიც გზა მაინც რო გაიწმინდოს, რომ პროდუქტამდე, მაღაზიამდე მაინც მივიდეთ. ხალხის იმედად. მოხალისეთა ჯგუფები თითქმის ყოველ საათში გადიან სტიქიის ზონაში, იმერეთის სხვადასხვა სოფელში. ეხმარებიან თოვლში ჩარჩენილ მოსახლეობას საკუთარი რესურსებით. წმენდნენ თოვლს, მიაქვთ საკვები, მედიკამენტები, პირველადი საჭიროების ნივთები. ხალხი ქართული ოცნების ადგილობრივი ხელისუფლებისგან ყურადღებასა და დახმარებას ითხოვს. სტიქიის ზონაში ჩარჩენილი ჩვენი რესპონდენტები ყვებიან, რომ გამგეობაში რეკავენ, იქ ეუბნებიან, რომ საკმარისი რაოდენობის ტრაქტორები არ ჰყავთ.